უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოუტანია, თან ახლავს უწყვეტი რუსული იერიშები. ასე მაგალითად 23 აპრილის ღამეს კრემლმა საკმაოდ მასშტაბური შტურმი მიიტანა უკრაინაზე. ნახოთ 2024 წლის მონაცემები. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თავის ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სახმელეთო იერიშების ნაცვლად შორი მანძილიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევებს ამჯობინებს. ამას მეტყველებს 2024 წლის ეს მონაცემებიც. შორი მანძილიდან იერიშები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანია და კიევმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვის ინდუსტრია. შექმნა არაერთი საშუალება, რომლის დახმარებითაც კიევს შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში მიიტანოს იერიშები და მოდით ვნახოთ რამდენიმე ასეთი მაგალითი. პეკლოფრთოსანი რაკეტაა, მისი სიჩქარე 700 კმ/სთ-ია. დაფარვის მანძილი 700 კმ. პალიანიცა ეს არის სახმელეთო ბაზირების ტურბორეაქტიული საშუალება. დაფარვის მანძილი 600 კმ. რუტა ესაა რაკეტა დრონი, სიჩქარე 800 კმ/სთ-ში. დაფარვის მანძილი 300 კმ. ნეპტუნი ესაა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სიჩქარე 900 კმ/სთ-ში. დაფარვის მანძილი 300 კმ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით უკრაინაში წლები არსებობს ძლიერი პლატფორმა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭო, რომელიც აერთიანებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებს, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის უნარიანობა.